ჯანდაცვის სტანდარტის წარმდგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. განისაზღვრება ჯამრთელის სიპერი. ალბათ უფრო აი ამით გავხსნათ ჩვენი საუბარი. რა არის მისი მთავარი როგორც ბიოლოგიური, ასევე სოციალური ფაქტორები? თქვენის ნებართვით დავიწყებთ ციტატით. ეს არის ციტატა საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციიდან, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. სადაც ვკითხულობს, რომ ჯამრთელი აქტიური დაბერება გულისხმობს ასაკში შესვლას და ხანდაზმულობას, როცა ხანდაზმული არის საზოგადოების სრულფასოვანი და ჯამრთელი წევრი, აქტიური მოქალაქე, მუშაობით და სოციალური ჩართულობით კმაყოფილი, ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოუკიდებელი. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ყოვლის მომცველი განმარტება, ანუ ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც ძალიან კარგად გვისაზღვრავს რა არის ჯამრთელი დაბერება. საქმე იმაშია, ამას როგორ შევასრულებთ და როგორ განვახორციელებთ და როგორ მივწუდებით ამას როგორც ქვეყანა. თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ჯამრთელ დაბერებას, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს ბიოლოგიური ფაქტორები, ისევე როგორც სოციალური ფაქტორები. ბიოლოგიური ფაქტორებიდან აუცილებლად უნდა დავიწყოთ გენეტიკით. უჯრედულ დონეზე თავარი ღირებულება რა არის ჯამრთელი სიბერის? თავარი ღირებულება ჯამრთელი სიბერის არის, რომ ადამიანი ასაკში შევიდეს და დარჩეს ისეთ ადამიანად და გააკეთოს ის, რაც მისთვის ძვირფასია. აი ეს ფუნქციური დამოკიდებულება, ფუნქციონალური დამოკიდებულება, მე ვფიქრობ, არის ყველაზე ძლიერი. ჯამრთელი დაბერება ამერიკის შეერთებულ შტატებში განისაზღვრება დაახლოებით ისევე, როგორც ქალბატონმა ლიალამ ბრძანა, მთავარი არის, რომ პიროვნება დარჩეს ფიზიკურად და ინტელექტუალურად დამოუკიდებელი, აქტიური და იყოს ისევე როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული. როგორ არის ეს გერიატრიული სერვისები ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორ იფარება ისინი სხვადასხვა, ვთქვათ, სადაზღვევო კომპანიების, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების თუ პლატფორმების საშუალებით, რომ ადამიანს ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ყველა ის სერვისი, რაც მას სჭირდება. გერიატრიული ასაკი იწყება 65 წლის ზემოთ ამერიკაში და როგორც კი პიროვნება 65 წლის ხდება, მას უკვე აქვს უფლება, რომ ჰქონდეს სახელმწიფო დაზღვევა. სახელმწიფო დაზღვევას აქ ასაკოვნებში ქვია Medicare და მას ორი ნაწილია Medicare-ი A და B. A ფარავს ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს, B ფარავს ამბულატორიულ სერვისებს. გარდა ამისა, უმრავლესობას უნდა ჰქონდეს კიდე დამატებითი კომერციული დაზღვევა, რომელიც არც ისე ძვირია, როგორც მანამდე ამ Medicare-ს ასაკამდე არის და როგორც წესი ეს დაზღვევები ფარავენ უმრავლესობას სამედიცინო ხარჯებს. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ძალიან ხშირად გერიატრიულ პაციენტებს დაჭირდებათ რეაბილიტაციურ ცენტრში წასვლა თუ სერიოზული დაავადება ჰქონდა. ამ რეაბილიტაციურ სერვისებსაც ასევე ფარავს სახელმწიფო რამდენიმე კვირის მანძილზე. თუ პაციენტი სახლში გაიგზავნა გაწერის შემდეგ და საჭიროებს რაიმე დახმარებას, ასევე სახლში უგზავნიან ექთანს, სახლში იგზავნება ფიზიოთერაპევტი და სანამ პიროვნება თავის ფუნქციას აღიდგენს, ფაქტიურად ეს სერვისები გრძელდება. და ამას ფარავს სახელმწიფო. და ამას ფარავს სახელმწიფო Medicare-ის საშუალებით. დაზღვევა, ანუ Medicare, ასაც ვეძახით აქ. საქართველოს მაგალითსაც გვაინტერესებს, რა პრევენციული მიდგომები არსებობს ამისთვის? ეს იქნება კვება, ეს იქნება ვარჯიშის სკრინინგი თუ ასე შემდეგ, რომ აი ეს სიბერის მიმდინარეობა იყოს ჯამრთელი. სამი საყრდენი, რაზეც დგას, ასე ვთქვათ, ჯამრთელი სიბერე და პრევენცია საზოგადოდ, ეს არის კვება, ფიზიკური აქტივობა და სოციალური ჩართულობა.
ჯანსაღი კვების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ჯანმრთელ საკვებზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობის გაცნობიერების ამაღლება და ცოდნა ჯანმრთელი საკვების და ჯანმრთელი კვების შესახებ, იმიტომ რომ ჯანმრთელი დაბერება არ იწყება 65 წლის ასაკში. ჯანმრთელი დაბერება იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი იბადება, იმიტომ რომ ჯანმრთელ დაბერებას განსაზღვრავს ისეთი ადრეული სიცოცხლის ადრეული კონდიციები, მაგალითად, როგორც არის დედათა ჯანმრთელობა და ახალშობილთა ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ამ დროს ეს მდგომარეობები განსაზღვრავს სწორედ ჯანმრთელობის შორს მიმავალ და ხანგრძლივ პერსპექტივებს ხო ადამიანის ჯანმრთელობის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე მოსახლეობა მიცოდეს და ადამიანებმა იცოდნენ, რა არის კარგი მათი ჯანმრთელობისთვის, ეს კვება, რას ნიშნავს ჯანმრთელი კვება. და მე ვფიქრობ, ამაში პრევენციაში ინვესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგივე ეხება სწორედ ფიზიკურ აქტივობას. ფიზიკური აქტივობა არ არის თვითმიზანი, დადასტურებულია, რომ ფიზიკური აქტივობა ეს არის იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ არა მხოლოდ ფიზიკური ძალა, არამედ კოგნიტიური ფუნქცია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და განწყობა, რაც ასე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ამას ყველაფერს ეს უნივერსალური, ასე ვთქვათ, პრევენციული ღონისძიებები და რაც მთავარია, მესამე პრევენციული ღონისძიება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ეს არის დაავადებების ადრეული გამოვლენა და სკრინინგი. ქალბატონო ხათუნა, ასეთი კითხვა თქვენთან, რომ აი რა როლი აქვს დღეს უკვე 21 საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიებს, იგივე ტელემედიცინას ხანდაზმულთა მოვლაში, რამდენად ფართოდ იყენებთ თქვენ ახლა შტატებიდან მოდის ყველაფერი ახალი და რამდენად ფართოდ იყენებთ იგივე თქვენ პრაქტიკულ მედიცინაში დღეს ხანდაზმულთა მოვლაში ახალ ტექნოლოგიებს. ტელემედიცინას ძალიან ფართოდ ვიყენებთ, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი ხდება იმ პაციენტებში, რომლებიც ხშირად ვერ მოდიან, ვერ ახერხებენ კლინიკაში მოსვლას. პაციენტები ძალიან ხშირად გვეკონტაქტებიან ასეთი სისტემის საშუალებით, რომელსაც პორტალს ვეძახით, ტექნოლოგია დანერგილია ფართოდ ასევე მოხუცებისთვის, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, რაც აქ დიდი პრობლემაა საქართველოსგან განსხვავებით. ამიტომ ვთქვათ, აქვთ სპეციალური ყელსაბამები, სპეციალური სამაჯურები, რომ იმ შემთხვევაში თუ დაეცემიან, ვთქვათ, იმიტომ რომ დაცემა ძალიან დიდი პრობლემაა დაბერებისას, რომ დააჭერენ ღილაკს ხელი და სასწრაფო დახმარება დაუკავშირდება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფართოდ გამოიყენება, გარდა ამისა, პაციენტებში, რომელთაც აქვთ მეხსიერების პრობლემები, არსებობს სპეციალური ასევე სამაჯურები, რომ იმ შემთხვევაში თუ დაიკარგებიან, ვთქვათ, თუ გაიპარნენ სახლიდან, დაიკარგებიან, პოლიცია ამის საშუალებით იპოვის. და დარწმუნებული ვარ ახლა ამ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისას უფრო მეტი ტექნოლოგია დაინერგება, უკვე ლაპარაკია რობოტებზე, რომლებიც კომპანიონები იქნებიან ასეთი პაციენტებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ეს ცოტა შორეული პერსპექტივა მიუხედავად ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა. დაბერების ტემპი როგორი არის საქართველოში და მათ შორის მსოფლიოშიც? აი ეს დემოგრაფიული დინამიკა, ჩვენ ვიცით, რომ შობადობა საქართველოში საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე არის, თუმცა რა ხელმისაწვდომი არის დღეს სამედიცინო სერვისები საქართველოში და ეს ტემპი როგორია ჩვენ ქვეყანაში? ჩვენი თაობა დღეს ვინც ვცხოვრობთ, ნამდვილად ვართ უპრეცედენტო დემოგრაფიული გადასვლის და ტრანსფორმაციის მომსწრეები. უპრეცედენტო, იმიტომ რომ ის დემოგრაფიული ცვლილება არ ყოფილა ისტორიაში ასეთი ნამდვილად და მისი ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ არის მოსახლეობის დაბერება. სოფლიო ბერდება, მაგრამ საქართველოს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ბერდება. ამით გავართ ძალიან. კი, ამით გავართ ნამდვილად განვითარებულ ქვეყნებს, სოციალურ-ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს და ყოველთვის გავდით ჩვენი დემოგრაფიული პროფილით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წლის მანძილზე საქართველოს ინარჩუნებდა შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის მაჩვენებელს, მოსახლეობის აღწარმოების მაჩვენებელზე მაღლა, ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ამ მაჩვენებლის შემცირებას. ასევე ვხედავთ რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის გასვლას ქვეყნიდან, მიგრაციას და ვხედავთ იმას, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ეს არის სამი ფაქტორი, რაც აჩქარებს
მოსახლეობის დაბერებას. ის ქვეყნები, რომლებიც ახლა გააკეთებენ სწორედ ინვესტიციას პრევენციაში, გააკეთებენ ინვესტიციას დაავადების ადრეულ გამოვლენაში, ისინი სწორედ მიაღწევენ იმას, რომ მათი ხარჯი ჯანდაცვაზე იქნება გაცილებით უფრო ნელა ზრდადი. იმიტომ რომ ხანძასმულები შედარებით უკეთეს ჯანმრთელობის მდგომარეობაში ეყოლება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ჯანდაცვის მოდელები, სისტემის მოდელები, რომლებიც ძირითადად იყო შექმნილი მე-20 საუკუნის საჭიროებებისთვის, არა ბატონო ამირან, რომ იყო რეაქტიული მწვავე მდგომარეობებზე ორიენტირებული, ჰოსპიტალურ მოვლაზე ორიენტირებული, უნდა გადაეწყოს, იმიტომ რომ 21 საუკუნის მოსახლეობა სჭირდება ქრონიკული დაავადებების მართვა. მადლობა რომ იყავით დღეს ჯანდაცვის სტანდარტში. მადლობა ქალბატონ ლელა სტუმრობისათვის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და იმედია რომ შევხვდებით ხოლმე ჯანდაცვის სტანდარტში. აუცილებლად. მადლობა. ლელა ბაქრაძეს მასპინძლობდით არასამთავრობო ორგანიზაციის საზოგადოება სოციალური უფლებებისათვის თანადამფუძნებელს და შეერთებული შტატებიდან გვერდებოდა ხათუნა ნაცვლიშვილი, სტეპკოვიჩი მედიცინის დოქტორი. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით.